საგრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ვრცელი განცხადება მან დღეს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. იონათამიშვილი ამბობს, რომ პარტია ვერ უმკლავდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს და ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოახდინა ტრანსფორმირება. იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ პარტია აღარ წარმოადგენს უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლის ინსტრუმენტს. მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობამ სავალალო შეცდომები დაუშვა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან უკვე აღიარებულია, რომ პარტიის მმართველობის პერიოდში ხდებოდა უკანონო ვიდეო მასალების გადაღება და დაარქივება. ამასთან რაოდენ კეთილშობილურ მიზნასაც არ უნდა ემსახურებოდეს ესა თუ ის კონკრეტული ქმედება თუ ნაბიჯი საზოგადოება თანხმდება, რომ მიზანი არასდროს არ ამართლებს ყველა საშუალების გამოყენებას. ცალსახაა, რომ სწორედ სასამართლომ უნდა განსაზღვროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოუტანოს განაჩენი ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობდა ამ არაადამიანურ ქმედებებში, აცხადებს იონათამიშვილი. ფრაქციის თავმჯდომარის წასვლით ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. სოციალურ ქსელებში მიზეზები ზუსტად ის იყო და ანუ ნაციონალური მოძრაობა ვეღარ აკმაყოფილებს თქვენს კრიტერიუმებს თუ რა? იქნებ განცხადება ნახოთ, დაიკითხოთ, მესმის ცოტა ვრცელი განცხადება.